ძალიან პრინციპული შეხვედრა, სულ მაგარი ბრძოლები გწევს ამ გუნდთან, კარგი ორგანიზებული გუნდია, ბრძოლობენ ბოლომდე და არაფერი არ უნდა დავუკვირდეთ მით უმეტეს ამ თამაშზე რა. ყველა წუთში ვარ ჩვენ ამ ორგანიზებას. საბრძოლველად ყველანი მზად ვართ. ეხლა შემადგენლობას რაც შეეხება რა, რამდენიმე ფეხბურთელი ხა ძირითადად ვისაც მოუიაზრებდი გვაკლდება, მაგრამ არიან ბიჭები ვინც იბრძოლებენ ბოლომდე. უფრო დღევანდელ დღეს გამოსtildeები ფეხბურთელებზე ვაკეთებ, ვისაც უფრო მეტი გამოსtildeება აქვს სათამაშო. მოკლედ დაცვაში არჩვა, გური და ჯავახა მარცხნიდან. სამი მცველი ვიქნებით. კობახა და პაიკაძე იქნებიან შუა მარჯვენა, შუა მარცხენა, ესე დავუწყოთ თავიდან შუიდან პაიკსა და ადრია. შუიდან ბრძოლა და აქტიური პრესინგი შუაშივე არ უნდა დავარწმევინოთ. მარჯვენა შემტევი იქნება ტოგულა, მარცხნიდან იქნება დემე და ფორვარდად ლაზარე დაიწყებს რა, ლაზარე ფორვარდად დაიწყებს და ნახოთ შეიძლება პრესინგზე იქვე მეორე სართულზეც კარგად თამაშობ და ყველა ბუთი უნდა მოიგო. გადაგდებოდეს უჩასაფრებული ყავს. ეხლა რაც შეეხება დემები, არ დავა 2-3 კაცის მოტი ხო კაი და მე ეგრევე პასები ვქნით რა. თუა საშუალება აქ დრიბლინგებს შეგვიძლია, მაგრამ აქედან დრიბლინგი და აქ მერე დაკარგვა კატასტროფა. ჯობია 3-2-ზე 2-1-ზე როცა პასით გავიდეთ და მე გავისაუბროთ, ვიდრე შენ თავზე წაიღო 3 კაცი მოგეждდეს და დაიკარგოს. ყველა შეტევა გამოსაყენებელი იქნება. მაგალითად ზოლაგველის წნეხი მოვიხსნათ რომის წავაგოთ პირველ ადგილზე ვჩევით თან დიდი ჰანდიკაპით, მაგრამ მოედანზე დავინახოთ შედეგი და მოგება მე არ მაინტერესებს, მოედანზე იყოს ბრძოლა, გუნდური თამაში და ჩვენი სტილი რაც არის შემოვახუროთ დღესდღეობით. ახებით ყოდები ყველაფერი. გური ცოტა ჯავახ ცოტა ჩაი. აუ ბოლომდე იბრძოლო და სწორად ლაღი ვითამაშოთ, ვიდრე რაღაცა გაწუხებდეს, ან ვერ ჩახვედი, ვერ ჩამოხვედი, ხელი აცი დაგასვენებ შეგიყო თავიდან რა. ფეხი ხო კარგად ხო ხარ საბრძოლოდ. ბოლომდე ვიწოდა აუცილებლად კაცრი პრესინგი იმათ მოედანზე. ესენი უმეტესწილად უტყავენ და შუაში პირველ გუნდზე უნდა მოგჯავახ. ძალიან ფლანგზე შუაში შემოიწე ხოლმე მცველებს დაეხმარე რა. გური შენ შუაში ძალიან ფლანგზე მიდარჩები. და მარჯვენა და მარცხენა შემტევები შუაში შემოიწეთ იმათ შეტევის. ჩვენი შეტევის დროს მოგვამზადოთ შეტევა გავშალოთ. სტანდარტულები არ დაგვაუწყდეს როგორ ვაკეთებ, ჯარიმები არ დაგვაუწყდეს როგორ ვაკეთებ. შერბენები ბოლომდე გადარგვენა კართან შევარდნა და კობა არ გამოიქიშო. კარნახს უსმინეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. მოედანს ირჩევ. კარები საი. მეკარეს კითხე, მეკარე საი ჩემ. იგი აი პუჩენ.
კარგია სათამაშო, ყველა სწორად თამაშობ, გუნდურად თამაშობ, დემე, ოქრობით ხარ, ყველა პასი რაც გაიცი, ყველა საფრთხო და მომენტი შეიქმნა, ჯიგარი ხარ. საერთოდ არ მინდა გოლზე ფიქრი, აი ესე ვითამაშოთ გუნდურად რა. ანდრია უფრო თავდაჯერებულა. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, მოძრაობით, ტექნიკით, ბრძოლით, ყველა უფრო მეტად თავდაჯერებულად იყავი, შეაკვირ. თითქოს ერიდებოდი და ბოლოს მაინც შეუდგე რა. მიდი ამაყად, გაიხსენი, მოითხოვებოდი, ყველა შეტევა შენგან ნაწილდება და სწორად მიდის რა. ლაზარე, ცოტა ის ხარ, ინერტული ხარ მოედანზე, რაღაცა ყველა დავკრეთ, რამე გაწუხებს? მოდი ეხა დაისვენე ჯობია, რომ რავი, რაღაცა გაწუხებს, თითქოს ბრძოლაში ვერ შეგეხათ რა. ყველა ბიჭები დაცვიდან დაწყებული შემდგომ დაწყებული ყველა კარგი ბიჭები, უფრო ძურულად და პასებით და სწორად ვითამაშოთ რა. ილია ყურადღებ. ოღონდ მოხდე. მიდი ჯავა. წინიდან, ჩადი წინიდან. მიდი სვანიძე, მიდი. არ დანებდა სვანიძე.
დიდი უკან გახევი და იმოძრავე ოჩა ვინც კორტე მიდი შვანი მიდი ოჩა შეიძლება ასი ოჩა ივანე დავაიდები აკევი იჯავა ბაბა ხახევი არ გაუშვა მან სიჩხეიძე ოჩა მიდი ლუკა Adeki bolomde. Jedi, dauši, pobam, dauši. Pasi, Gio, Kyoto, Gio. Samoige. Midi, Santanaka, pasi mie. Mie pasi. Santa, mie pasi, Santa. მივიდეთ სასურველი შედეგი.
შედეგი დიდად არ გვაინტერესებს, მაგრამ ესეთი სწორი თამაში, ბრძოლით, გაგორებით, გუნდური თამაში შედეგი ყოველთვის მოდის რა. გილოცავთ კიდევ ერთხელ სართან როგორ ხართ, ხო ხართ გავუკეთესეთ. აბა ერთი შევყვირო ჩვენებურად, ერთი წავით, მე რამდენი წავგებელი სერია? 12. გისურვებთ რომ ყველა თამაში მოგებით დაგესრულებინოს და არც ძალიან დაძაბული თამაში იყო, ბევრი მომენტი ჰქონდა. ზოგი ავაცილეთ, ზოგი გავიტანეთ და გავიმარჯვეთ. ძალიან მაგარი თამაში იყო. 5-1 მოვიგეთ და 1 გოლი გავიტანე. ძალიან დაძაბული თამაში იყო. მე გავიტანე 1 გოლი და ძალიან კარგად ვთამაშე. ეს ჩვენი მე-12 გამარჯვება იყო. საინტერესო მატჩი იყო, ვიბრძოლეთ, 5-1 მოვიგეთ და 2 გოლი გავიტანე. ძალიან კარგი თამაში იყო, 5-1 გავიმარჯვეთ და წარმატებები გვასწრებს. შესანიშნავი თამაში იყო, წვრთნელის დავალება შევასრულეთ და გოლი გავიტანე. გალაიქეთ